სახელითა მამისად და ძისად და სულისაწმინდისად. ქრისტიანულ ტრადიციაში და თეოლოგიაში არსებობს ამოთქმა ღვთისმრჩეული ერი. ერთის მხრივ ყველა ერი ღვთისქმნილებაა და ყველა ადამიანი ღვთის წინაშე თანასწორია, თანაბარია, მაგრამ ეს მოცემულობა მაინც არსებობს. თუ გადავხედავთ ძველი აღთქმიდან მოყოლებული კაცობრიობის სულიერი ცხოვრების ისტორიას, დავინახავთ, რომ არსებობდა მართლაც ღვთისმრჩეული ერი, რომლის ღვთისმრჩეულობაც არა განპირობებული იყო ბევრი ისეთი რამით, რაც ბოლომდე ახსნადი არ არის. მაგალითად, აბრაამის განსაკუთრებული ცოცხალი რწმენით, რის გამოც საიდო აღთქმა ერთ ადამიანთან და ამ აღთქმის გამო შეიქმნა ღვთისმრჩეული ერი, შეიქმნა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, იმიტომ რომ არა თავისთავად იყვნენ ასეთნი ძველი ებრაელები, არამედ ღმერთი ქმნიდა ამ ერს და თუ გადავხედავთ ძველი აღთქმის ისტორიას, დავინახავთ, როგორი სასტიკი ადამიანური საზომით თუ ვიტყვით, უფრო დახვეწილად ან რაფინირებულად ვიტყვით, როგორი ქირურგიული ჩარევები უხდებოდა ღმერთს იმისათვის, რომ ეს ერი იმ კონდიციამდე მieყვანა, რომ ამ ერს შეიძლებოდა ეშვა ყოვლადწმინდა ქალწული, რომლისაგანაც იშვებოდა განკაცებული ღმერთი, რომლის ანახვასაც, დატევნასაც თუნდაც 500-ოდე კაცი მაინც შეძლებდა თელს ერში და ესეც მოხდა. 500-ოდე მოწაფე ყავდა უფალს. ყოველივე ამის გამო, რომ ინახავდნენ ესე ერთი ღმერთის სარწმუნოებას, მიუხედავად იმ უამრავი პრობლემისა და მინუსისა, იწოდება ებრაელი ერი ღვთისმრჩეულ ერად. მაგრამ ახალი აღთქმის პერიოდში ღვთისმრჩეულ ერად ამ სიტყვის დიდი გაგებით ახალ ისრაელად იწოდება არა რომელიმე კონკრეტული ერი, არამედ ეკლესია. რომ ადამიანი ეკლესიაში როცა იმყოფება, ის ღვთისმრჩეული ერის შვილია. არ აქვს მნიშვნელობა ადგილს, გეოგრაფიას, სახელმწიფოს, ეროვნებას და ასე შემდეგ. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი რამ საინტერესო, ფაქტია ეს, ხო, ეს მოცემულობა, ამას ვერსად ვერ წავუვალთ, ზოგმა ერმა ეროვნულ დონეზე ნაციონალური ნიშნითაც კი, იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში მართლმადიდებელი ეკლესიების, ადგილობრივი ეკლესიები ნაციონალური ნიშნითაც არის გამორჩეული, ხო, აი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ასე შემდეგ ვარ ჩამოვთვალო და სახელმწიფოებრივი ნიშნით შეიქმნენ და წარმოაჩინეს თავი და ყოფიერებენ როგორც ეკლესია. ეკლესია რა არის? ეკლესია არის მონათლულ და მაზიარებელ ადამიანთა ერთობა, რომლებიც გარკვეულ ადგილას იკრიბებიან და როცა ხა ეს ადგილი, სადაც იკრიბებიან მონათლული და მაზიარებელი ადამიანი ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაა და რაღაც ერთი ნაციონალური ნიშნით, ამ შემთხვევაში საქართველოზე ვსაუბრობ, თორე მადლობა ღმერთს, სხვაც არის. ბუნებრივია, რომ ასეთი ერის მდგომარეობა რაღაცნაირად გამოირჩევა, თქვა იმ ერის მდგომარეობისაგან, სადაც ნაციონალური და სახელმწიფოებრივი ნიშნით მართლმადიდებლობა არ მიიღეს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ იქ არ არიან მართლმადიდებლები, არიან და ხშირ შემთხვევაში გაცილებით მეტნი არიან რაოდენობრივად, ვიდრე თუნდაც საქართველოში, მაგრამ აი სახელმწიფოებრივი და ნაციონალური ნიშნით არ მიიღეს. ნაციონალური და სახელმწიფოებრივი ნიშნით მართლმადიდებლობის მიღება გვაძლევს უფლებას, რომ ღვთისმრჩეული ერი უწოდოთ არა მარტო ეკლესიაში მყოფ ადამიანებს, ზოგადად სოფლიო ეკლესიაში მყოფ ადამიანებს, არამედ შეიძლება ეს ბოლომდე საღვთისმეტყველოდ სწორი არ იყოს, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, მაგრამ შეიძლება უწოდოთ ღვთისმრჩეული ერი იმ ერს, რომელმაც თავის თავში სახელმწიფოებრივათაც და ეროვნულათაც თავის თავში შეისისხორცა მართლმადიდებლობა, ეკლესია, ქრისტეს ეკლესია, მისგან აღმოაცენა თავისი ყოფიერების კულტურა, აი სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიიდან და აბსოლუტურად ყოველდღიურობა ყოფითი თვალსაზრისითაც და რელიგიური თვალსაზრისითაც დაუკავშირა ეკლესიას. ასე რომ საქართველოს ამ კუთხით შეიძლება ვთქვათ, რომ ღვთისმრჩეული ერია. მაგრამ ღვთისმრჩეულ ერში მყოფი ადამიანებს თუ რამე პრივილეგია აქვს და პრივილეგიაში ვგულისხმობ იმას, რომ ეიოლებათ მართლმადიდებლობის განსაცვიფრებელი დოგმატების შემეცნება, რომ ღმერთი ყოვლადწმინდა სამებაა, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა, ღმერთი იძებნება ეკლესიაში, ჩვენ უნდა ვიქცეთ ღვთის ტაძრად და რომ ჩვენში უნდა ღმერთი დამკვიდრდეს, ეს ყველაფერი ქრისტიანული დოგმატებია, ხო? რომ ღმერთს უნდა ვიცნობდეთ, აი ეს კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი
ეს ყველაფერი ადვილად გასაგები ხდება მართლმადიდებელი ერის წარმომადგენელისათვის, ამ შემთხვევაში ქართველისათვის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ის, რაზეც ჩვენი კულტურა აღმოცენებული. ამიტომ ადამიანს ცოტათი ჭირდება თავისი ეგოიზმის და თავისი სიამაყის მოდრეკა, თავისი სიმართლის ცოტა გვერდზე გაწევა და აი ამ ყველაფერს დაინახავს ქრისტიანობაში, თავის კულტურაშიც შეიძლება ასე ვთქვათ და უფრო ეიოლება მას გახდეს ქრისტიანი. მაგრამ მეორე მხრივ, ვინც ასეთ ქვეყანაში და ასეთ სახელმწიფოში, ასე ვთქვათ, ღვთისმშეულ ქვეყანაში და სახელმწიფოში ქრისტიანი ვერ გახდება, ის რა თქმა უნდა გაცილებით დიდი პასუხისმგებლობის ქვეშ დადგება, ვიდრე იმ ერის შვილი, რომლის კულტურაც ქრისტიანობიდან არ არის აღმოცენებული, რათა შესაბამისად მეტი იცი, მეტად იგვემები თუ ჭეშმარიტებას არ მიიღებ, როგორც უფალი ამბობს. მაგრამ სულიერ ცხოვრებაში, რელიგიურ ცხოვრებაში და ღვთისრჩეულ ერად ყოფნის პერიოდში და მდგომარეობაში უпроსწორედ, როცა პიროვნება, როგორც ინდივიდი, როგორც პიროვნება, პერსონა ღვთისრჩეული ერის ორგანული ნაწილია, იქ არსებობს ესეთი საშინელი ტექნიკური ტერმინი, უკვე ტექნიკური ტერმინი, მაგრამ თავის დროზე ეს ჩვეულებრივი სიტყვა იყო და დადებითი შინაარსის მატარებელი, როგორც არის ფარისევლობა და წიგნობრობა, რომელთაც შეიძლება როგორც უკვე ტექნიკური ტერმინი ამ შემთხვევაში, არა როგორც ღირებულებით, იმიტომ ღირებულებაა, როცა ღირებულება იყო მაშინ, როცა იყავენ წიგნობარი, ღირებულება იყო, როცა იყავენ ფარისეველი და ეს ნიშნავდა ადამიანს, რომელიც არის განათლებული თეოლოგიაში და რომელიც ზედმიწევნით აღასრულებს ღვთისაგან მოცემულ ცნებებს. გადასარევია, კარგია, მშვენიერია, მაგრამ ტექნიკურ ტერმინად იქცა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანებმა, რომლებსაც ჰქონდათ უზადო განათლება და უზადო რელიგიური ცხოვრება, ქრისტე უარყვეს. და ამით წარმოჩინდა, რომ თურმე თეორიული ღვთისმეტყველება და გარეგანი რელიგიურობა სულაც არ არის გარანტი იმისა, რომ შეიძლება ღმერთი იცნო. ის რისთვისაც თეოლოგია და რისთვისაც გარეგანი რელიგიურობა არსებობს, ერთის მხრივ არ ხდება გარანტია, რომ ასეთმა ადამიანებმა გარანტია არ არის. გარანტია არ არის შეიცნონ იესო ქრისტე და თუ ვერ ხდება ქრისტეს შემეცნება და ქრისტეს დანახვა და მისი ერთგულება, მაშინ უკვე ეს ტერმინები ტექნიკურ ტერმინებად იქცევიან, რომელიც აღნიშნავენ ადამიანს, რომელიც არასწორად ცხოვრობს. და ისი არასწორად ცხოვრობს, რომ ჯობია იყო ცოდვილი, ცოდვაში მყოფი, გაუნათლებელი, არარელიგიური ადამიანი, ვიდრე იყო მწიგნობარი და ფარისეველი. იმიტომ რომ წიგნობარს და ფარისეველს გარდა იმისა, რომ ვერ ცნობს ქრისტეს, აქვს მეორე უსაშინელესი თვისება, მას ზულს ქრისტე. ეს ბოლომდე ახსნადი ვერც კი არის. კაი, ვერ ცნობ და რაღაცე გძულს. და ზულს იმიტომ, რომ თავის თავში დარწმუნებულია და ქრისტე არ შეესაბამება ღმერთის მისეულ გაგებას. ქრისტე არ ჯდება იმ პარამეტრებში, რომლითაც ის ღმერთს აფასებს. რამე თუ მას ღმერთი კი არ სწამს, ცუდი გაგებით წიგნობარს და ფარისეველს აქვს კერპი, რომელსაც ის ღმერთს უწოდებს. დღევანდელი ფარისეველი და წიგნობარი თავის კერპს, რომელიც გულში აქვს, არა მარტო ღმერთს უწოდებს, არამედ ქრისტესაც უწოდებს. რომ ქრისტე რო ღმერთია, ის თეოლოგიურად, წიგნობრულად იცის, რომ ქრისტე ღმერთია. ამიტომ მისთვის სინონიმებია ქრისტე და ღმერთი. მადლობა ღმერთს, გამოცხადებითი ჭეშმარიტება და ყველას ვისაც სწამს, მის გულს ღმერთია შენახები, ისე როგორც ძველ აღთქმაში, რომლებსაც ცოცხალი რწმენა ჰქონდათ, სადუკეულებზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ფარისევლებს, მათ გულზეც ღმერთი იყო შენახები, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, ის როგორც დღესაც არ არის საკმარისი. თუ ადამიანმა იცის, რომ ქრისტე ღმერთია, დიახაც ის შეიძლება მაინც ქმნიდეს საკუთარ კერპს, საკუთარ თავში და შესაბამისად ვერ ცნობდეს ქრისტეს. და როდესაც ადამიანი ასეთ მდგომარეობაში მოდის, სამწუხაროდ ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, იმიტომ რომ გაბრუებულია თავის რელიგიურობით და თავისი განათლებით და ეს გაბრუებული მთვრალია თავისი თვითკმაყოფილებით თეოლოგიური ცოდნისა და ცხოვრების გამო და ვერც კი ხვდება რა მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო თუ ასეთი ადამიანები გამრავლდა ერში, მაშინ მთლიანად ერი ხდება ფარისეველი და მთლიანად ერი ხდება მწიგნობარი. და კიდევ ერთი ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ადამიანის ფარისევლობა და მწიგნობრულობა ემუქრება მხოლოდ მაშინ, როცა ის ეკლესიურად ცხოვრობს. ასე მარტივად არ არის. ის ადამიანები ზუსტად, რომლებიც ეკლესიურად რომ იცხოვრობს, მას ემუქრება ეს, თითოეულ ჩვენგანს ემუქრება ეს, იმიტომ რომ შინაგანად ქრისტიანი თუ არ ხარ, აი ჩვენ გვეიოლება მაგალითად რა, რომ გარეგნულად ჩანვართ ქრისტიანები და შინაგანად არ ჩანვარ, შინაგანად არ ვარ. ხო და პირიქით უნდა იყოს
შინაგანად უნდა ვიყოთ ქრისტიანები და შინაგანი მე ძერწავს ჩვენს გარეგანს. ხო და აი ეს პრობლემა გვაქვს რა თქმა უნდა და ეს ძალიან საშიშია ყველასთვის და მაგრამ ამავე დროს არის ადამიანები რომლებიც ზოგადად ათეისტები არ არიან და ზოგადად თვლიან რომ ისინი ქრისტიანები არიან მაგრამ ეკლესიის გარეთ არიან და ეკლესიას ესე ზემოდან უყურებენ ესეთი ადამიანები ყოველთვის ზემოდან უყურებენ ეკლესიას მით უმეტეს როცა აკრიტიკებენ და გასაკრიტიკებელის მიზეზის მეტი რა იქნება იმიტომ რომ ეკლესია ღმერთ კაცობრივი ორგანიზმია და შესაბამისად კაცობრივ მხარეს ახასიათებს უძლურებას რომელიც ქრისტესაც ჰქონდა მინდა გითხრათ ცოდვაც და უძლურებას და ცოდვასთან ერთად კიდევ არსებობს მესამე რომელიც არის საღვთო განგებულება. აი მაგალითად ვიღაცა შეელო ალბათ ქრისტე გაეკრიტიკებინა. კაცო თუ იცოდა რომ იუდა უღალატებდა, გაგიგიათ კიდევაც. რაღაც დაიყენა გვერდზე, იუდას ცალკე დაიღუპა, თვითონაც ესე იგი ჯვარსაცვეს. ანუ რატო აძლევდა ამის საშუალებას? ანუ კრიტიკის საფუძველი, ანუ ღვთის განგებულება, ან მაგალითად ლაზარე თუ შეელო ლაზარეს განკურნება ის როგორც სხვებს კურნავდა, რატო არ მივიდა დროზე და რატო არ განკურნა და ამას ამბობდნენ თქვით მართა და მარიამიც კი ანუ ღვთის განგებულება ერთია როცა უძლურებას ვავლენთ ადამიანური ბუნებით ერთია როცა ცოდვასაც ჩავდივართ ადამიანური ბუნებით ქრისტესთან უძლურება იყო და ცოდვა არ იყო თავისთავად ცხადია მაგრამ ჩვენთან ცოდვაც არის და უძლურებაც ანუ ეკლესიის ადამიანურ მხარეში და მესამე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ღვთის განგებულება რომელიც რა თქმა უნდა ქრისტესთან არის და რა თქმა უნდა ეკლესიაში არსებობს და აი ამ სამი რამის გამო როგორიც არის ღვთის განგებულება რომელიც არ ესმის ეკლესიის გარეთ ყოფ ადამიანს უძლურება რომელიც ცოდვა გონია და უძლურება არ არის ცოდვა ეკლესიის გარეთ ყოფ ადამიანს და მესამე ცოდვა რომელიც არის ცოდვა და ხედავს როგორც ცოდვასაც კი ბატონო ეკლესიის გორეთ ადამიანი ამ სამივეს აერთიანებს ერთმანეთში და ხედავს რომ ესენი ვინ არიან და ამ დროს ჩვენ ვართ ქრისტიანები ამბობენ ჩვენ სახარებასაც ვკითხულობთ ესეთი ადამიანები საკმაოდ ბევრი არიან ეს პირდაპირ დიაგნოზია ეს არის მწიგნობრობა და ფარისევლობის ძალიან მაღალი დონის გამოვლინება ამ ადამიანებში და რა თქმა უნდა ეს პრობლემაა და მთლიანობაში თუ ასეთი ადამიანები ეკლესიაში და ეკლესიის გარეთ ეგრეთ წოდებული ქრისტიანები მორწმუნეებად რო თვლიან თავს ეკლესიის გარეთ არიან ეკლესიაში მყოფი ასევე ეგრეთ წოდებული ქრისტიანები რომლებიც ჩვენ ვართ სამწუხარო და თავი ქრისტიანები გონია და არ ვართ თუ საკმაოდ დიდ პროცენტს შევადგენთ მაშინ მთლიანად ერი აღმოჩნდება მწიგნობრულ და ფარისევლურ მდგომარეობაში და მაშინ ჩვენ როცა გადავხედავთ ჩვენს ისტორიას ჩვენ აღმოვაჩენთ რომ ძალიან ბევრი რამე გაგვიკეთებია ისეთი მაგალითად ის რომ მოგვიძულებია ჩვენი წმინდანები მოგვიკლავს პატრიარქი მოგვიკლავს ერის მამა ილია ჭავჭავაძეს გულისხმობ და ეკლესიის ისტორიაში რომ გადახედავ უამრავი ღალატი ქონია უამრავი ისეთი რამ ჩაგვიდენია სამარცხვინო გვიყურებს უფალი თავისთავად ცხადია უფლის სიტყვები ჩვენს მიმართ იქნება აი ისეთი რა სიტყვებითაც მაშინდელ მორწმუნეებს მიმართავდა გახსოვთ ეს ცნობილი სიტყვები როგორ მკაცრად მიმართავს უფალი როგორ დანანებით ამბობს რომ როგორ ცდილობს ღმერთი რომ სიკეთე დაანახოს და შემოკრიბოს თავის ფრთებქვეშ მაგრამ როგორ ჯიუტობს ისრაელიერი რამე თუ ცოდვა უფრო უყვარს ვიდრე ღმერთი ხო და ჩვენ ზუსტად ამ მდგომარეობაში აღმოჩნდებით და ვართ სამწუხაროდ მთლიანად ეროვნული თვალსაზრისითაც და ინდივიდუალური თვალსაზრისითაც და ესენი ერთმანეთზეა გადამბული აი მაგალითად რამდენიმე მუხტს ამოვიკითხავ ეს მათეს სახარები და რაც დღეს აღვიკითხე ქრისტე რომელიც არის ღმერთის სიყვარული რომელმაც სიყვარული საქმეში გამოავლინა ჩვენთვის მოვიდა და ჩვენი ცოდებისათვის მოკვდა როგორ მკაცრად მოგვმართავს ახლა ამდენი რატო ვილაპარაკე ეს სიტყვები ადამიანი რო კითხულობს შეიძლება ეგონოს რომ აი ეს არის ქრისტე ეუნება იმ დროინდელ ესე იგი ფარისევლებს და მწიგნობრებს ამას ჩვენ გვეუბნება იმიტომ რომ ეს მწიგნობრების და ეს ფარისევლები ჩვენა ვარ და ამდენი იმიტომ გესაუბრეთ რომ ეს სიტყვები ხ რომელსაც წავიკითხავთ აღმოჩნდება რომ ჩვენ გვეკუთვნის უნდა გავითავისოთ და დავფიქრდეთ და სიტყვები საკმაოდ მკაცრია ვაი რა არის ხო საშნელი მგლოვარების და ეს არის რომ დაგეცემა ღმერთი რო შენში რომ აი შესაძლოა რომ რა საშინელებაა წარმოიდგინეთ ხო განაჩენია ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულო აი ორგულს ხშირად იყენებს იმიტომ რომ ეს არის სწორედ ორგულება არეგნულად რომ ქრისტესი ხარ და შინაგანად რომ არ ახარ ქრისტესი რამე თუ შეშჭამთ სახლებსა ქვრივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცევდით ანუ აქ არის მდგომარეობა როდესაც ჩვენ რელიგიურობას ანგარებისთვის ვიყენებთ რომ განვაზოგადო და მოკლედ რომ ვთქვათ ანგარებისთვის ვიყენებთ
და სამწუხაროდ ეს მდგომარეობა არსებობს. ეს ანგარება შეიძლება იყოს მოყვასთან ურთიერთობაში ვლინდებოდეს და ეს ანგარება შეიძლება ვლინდებოდეს ღმერთთან ურთიერთობაში. განგრძობილად, იმიტომ ლოცებთ, რომ მეტი ჯილდო მიეღო, თქვათ, იმისთვის, ვისაც ლოცულობთ. თუ განვარცხობთ, ეს არის ანგარებიანი მსახურება. ღვთისა, ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამე თუ დახშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა, თქვენ შეარახვალთ და შემავალთა უტევებთ არა შესვლად. ესეთი მდგომარეობა პირდაპირ განაჩენია, რა თქმა უნდა, ყოველი ერის ადამიანისთვისაც, ვინც ეკლესიის ნაწილია, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ცხოვრების წესით ისევ ცხოვრობთ, რომ სასუფეველში არ შევდივართ და შესაბამისად, როგორც სიტყვის მსახურნი და ასევე სახელად ქრისტიანები, ვაბრკოლებთ სხვებს და სხვებსაც არ ვაძლევთ საშუალებას შევიდეს სასუფეველში. ჩვენი ცხოვრების წესი ხდება დამაბრკოლებელი და თუ ამავე დროს ძალაუფლება გვაქვს ვინმეზე, ერისკაც შეიძლება ქონდეს ძალაუფლება თავის შვილზე, თავის შვილის შვილზე, ოჯახის წევრზე და მოძღვრავდეს და თუ არასწორად მესმის და ჩემი ხედვა ფარისევლური და წიგნობრულია ამ სიტყვის იმ ტექნიკური ცუდი გაგებით და შესაბამისად არასწორად მესმის, მთელი ჩემი მოღვაწეობა ამაოა ჩემთვის, მაგრამ სამწუხაროდ მე მაგალითად ვიქცევი სხვებისთვის, რომელთაც ასევე ვაბრკოლებ, იმიტომ რომ ბრმა საეკი და ორივე ორმოში ჩავარდაო. ვაი თქვენ და წინამძღვარნო ბრმანო, რომელმა ფუცოს ტაძარსა მაშინ არ იარს, ხოლო რომელმა ფუცოს ოქროსა მას ტაძრისასა მნიშვნელოვანია და მე ეუბნება რომ რომელი მნიშვნელოვანია შესაწირავი თუ ტაძარი, რომელიც შესაწირავს განსწმეს. აქ არის ღირებულებათა აღრევა, რო განვაზოგადოთ, ღირებულებათა აღრევა ზოგადად საეკლესიო ცხოვრებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ეხება ყველაფერს ეკლესიაში რაც ხდება, იმიტომ რომ ეკლესიაში ყველაფერი საკრალურია. ეკლესიაში შეწირული თანხაც კი საკრალური ხდება, ანთებული სანთელი, ნებისმიერი შრომა, ფიზიკური შრომა იქნება ეს თუ ინტელექტუალური შრომა იქნება, აღარ ვლაპარაკობ ლიტურგიკულ მსახურებაზე, აღარ ვლაპარაკობ ევქარისტიაზე და აი აქ ღირებულებათა აღრევა ძალიან საშიშია. ამიტომ ზუსტად უნდა გვესმოდეს რა არის უპირატესი ეკლესიაში, ანუ ტაძარში და ამ შემთხვევაში ეკლესიაში და რა არის მეორე ხარისხოვანი, მაგრამ ამის გაგება შეუძლებელი ხდება თუ ქრისტე ცენტრული აზროვნება არ აქვს. ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამე თუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა და ცერეცოისას და ძირაკისას, ეს წვანილებია და დაგიტევები ეს უმძიმესის ჯულისა, სამართალი, წყალობა და სარწმუნოება, ესე ჯერ იყო საქმე და იგინი არა დატევებად. ანუ აქ საუბარია რაზე, როდესაც გარეგანის ჯული სკულპტუროზულად აღსრულებული, ყოველი მწვანილიდანაც კი მეათედის შესაწირავი გაიღო, გარეგანის ჯული სკულპტუროზულად აღსრულებული, იმდენად მოიცავს ადამიანის რელიგიურობას, მარხვაში თქვათ მაკარონის შეჭამა, რომელსაც მე წაიკითხა, რომ კვერცხი შეიძლება კონდეს შერეული და ამაზე აქცენტი. მე ესეთი აღსარებებიც მომისმენია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმით არის შემოსაზღვრული, რომ რა, ესე იგი, ნივთიერება შეიძლება შეყვა კვების დროს მარხვაში, ან რომელი სიტყვა შეიძლება არასწორად წარმოთქვა და დააკლო ლოცვას და ასე შემდეგ, რაღაც როცა კითხულობს ლოცვას და ასე შემდეგ. და ამ დროს თავარი, რა არის ეს თავარი? სამართალი, წყალობა და სარწმუნოება. ანუ ის, რაზეც დგას ჩვენი სულიერი ცხოვრება, რაზეც უნდა იდგეს. ხო, ესე იგი, სამართლიანობა, მოწყალება, გესმით და სარწმუნოება, რომელიც სწორედ აი ამ სამართლიანობით და მოწყალებით ავლენს საკუთარ თავს, ამაში იგულისხმება ღმერთთან ურთიერთობაც, ამაში იგულისხმება საკუთარი თავისადმი სიმკაცრეს, ამაში იგულისხმება მოყვასისადმი უპირობო მიმტევებლობა და ღვთაებრივი გულმოწყალება, ანუ ის რითაც ქრისტიანი ხდება. და ეს ხდება უგულებელს ყოლი. ამიტომაც არის, რომ ადამიანურათაც კი არ ეცოდებათ ქრისტე. აი ხო შეიძლება რომ აი რაღაცას ვერ ხვდები, მაგრამ ხო აი და პილატეს ეცოდება და პილატეს შეგნებულად გააროზგვინებს, რომ აი ეს სიკვდილის პირამდე მისული, ამ გაროზგვით მისული უფალი, რომ დაინახავდნენ ამას, შეცოდებოდათ და მაინც არ შეეცოდათ. მოწყალე გული რო აღარ აქვს ადამიანს, აღარ ეცოდება. ფანატიზმი რასაც კი, ფანატიზმის კლასიკური დახასიათება, ყველაფერს გარეგნოს ასრულებს, მაგრამ დატოვებული აქვს სამართალი, წყალობა და სარწმუნოება. ფანატიზმი არ არის რომელიმე მხოლოდ სხვა რელიგიების ნიშანი, ის ძალიან კარგად ფევს იდგავს ხოლმე ეკლესიის წიაღშიც სამწუხაროდ და მათ შორის ჩვენთანაც სამწუხაროდ ჩვენს ეკლესიაშიც. ვაი თქვენ და
წიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამე თუ განსწმეთ გარეშე სასმელისასა და პაროფსიდისასა ჭურჭლებია ეს, ხოლო შინაგან სავსე არიან ნატაცებითა და არაწმინდებითა. ეს რა თქმა უნდა ჭურჭელზე და ჯამჭურჭელზე არ არის აქ საუბარი, გარეშეს აპრიალებთ, ხოლო შიგნით კიდე ესე იგი ნატაცებითა და არაწმინდებით არის სავსე ეს ჭურჭელი, აქ ლაპარაკია საკუთარ თავზე. ადამიანი როგორც ჭურჭელი, გარეგან გალამაზებული ამ რელიგიური და ზნეობრივი ნორმების დაცვით, ხოლო შინაგანად უღმერთო. აი ეს არის ის რაც აუცილებელი ერთ-ერთი ეს ადგილი არის, ერთ-ერთი ინიშნება შინაგან ლოცვაზე. შინაგანი ლოცვის აუცილებლობა. ლოცვა სინამდვილეში არის შინაგანი მოხმობა, შინაგანი კავშირის მცდელობა ღმერთთან. ლოცვა სჭირდება სწავლა. მრავალი ადამიანი წლების განმავლობაში, შეიძლება ათეული წლების განმავლობაში, თუ ვერ ხვდება, რომ ლოცვა არის გონებით გულში ქრისტესთან საუბარი და ღმერთთან საუბარი, რომ გადაიქცე ღვთის ტაძრად, თუ ამას არ აკეთებ, მრავალი ათეული წელი, რომ იყო ეკლესიაში, ნაბიჯსაც ვერ გადადგავ წინ. იმიტომ რომ ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არ ხდება და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? შეხვდე ქრისტეს, რომელთანაც შეხვედრის ერთადერთი ადგილი არსებობს თითოეული ადამიანისათვის, საკუთარი გული, არც სასწაული, არც მირომდინარე ხატი, არც ესე ანტიქრისტეს ნიშნების ხვედრა და გამოცნობა, არც წინასწარმეტყველება, არც კურნების უნარი, არც რაიმე ნიჭების რეალიზება, არც ქველმოქმედება, არაფერი, მხოლოდ და მხოლოდ გონებით გულში ქრისტესთან შეხვედრა. ეს არის ის, რისთვისაც ყველაფერი დანარჩენი, რაც ჩამოვთვალე, ყველაფერი დანარჩენი არსებობს, მხოლოდ ამისთვის არის. იმიტომ რომ ჩვენ რო წარსდგებით ჩვენ შეიძლება გავიგოთ, გიცნობ ან არ გიცნობ, გესმით, გიცნობ და არ გიცნობ. და ამიტომ ამაზეა და თუ არ ხდება შიგნით ქრისტესთან შეხვედრა, ნახეთ უფალი როგორ ამბობს, სავსე ნატაცებითა და არაწმინდებით. ანუ სიბინძურია ადამიანის გულში, თუ გულში ქრისტე არ დამკვიდრდა. და ქრისტე რომელიც მკვიდრდება გულში, შეუძლებელია რომ მას ადამიანთან კავშირი არ ქონდეს. და ქრისტე არ მკვიდრდება ჩვენს გულში, იმიტომ რომ ჩვენ მიზანმიმართულად ამისკენ არ მივისწრაფი. ეკლესიის 2000 წლოვან გამოცდილებაში არსებობს ცოდნა იმის შესახებ, როგორ ეძიო გონებით გულში უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც გიკაკუნებს სანამ პირშესული გიდგას და ელოდება შენგან აი ამ მტკიცე ხნეთ გადადგმულ ნაბიჯს, რომ დაიწყო ნამდვილი სულიერი ცხოვრება. აი თქვენ და მწიგნობარო და ფარისეველნო ორგულნო, რამე თუ მიმსგავსებული ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელიც ჩანეთ გარეშე შვენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიან ძვლებითა, მკვდართათა და ყოვლითა არაწმინდებითა. არ გაგიკვირდეთ, როდესაც ძვლებს და აი ამ გარდაცვლილი სხეულს ასე მოიხსენებს უფალი, ეს არის ძველი აღთქმის ადამიანის ცნობიერება, მათ გასაგებად ამბობს. ახალ აღთქმაში ყველაფერი შეიცვალა, იმიტომ რომ ქრისტემ სიკვდილის გზაც გაიარა და შესაბამისად ქრისტიანისათვის მკვდარი ხდება, გარდაცვლილი და ძვალი ხდება, საკრალური და წმინდა. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, იმდანაც არაწმინდად ითვლებოდა ეს როგორც ჯოჯოხეთის სიმბოლო, რომ მკვდარს თუ შეეხებოდა, გარდაცვლილს თუ შეეხებოდა ადამიანი, თელის დღის განმავლობაში განუწმენდავი იყო და მას საცხოვრებელ ადამიანთა საცხოვრებელ ადგილში შესვლის უფლებაც არ ქონა. გარდაცვლილი სხეული ჯოჯოხეთის სიმბოლო იყო. ითვლებოდა არაწმინდებად. ამიტომ ეს მაგალითი მოყავს მათთვის გასაგებად. მაგრამ ახალი აღთქმის ადამიანისათვის საფლავი არაწმინდა აღარ არის, მაგრამ იმ დროისათვის გასაგები ასე იყო და ამით რას ეუბნება უფალი, გარეგან საფლავი ლამაზი და მშვენიერია, შიგნით არაწმინდება და ამას გავხართ თქვენო. იგივეა დაახლოებით, რაც ესე იგი ჭურჭელის შემთხვევაში, ოღონ უფრო მძაფრად დახატული. შინაგანი ცხოვრება, როცა არა აქვს ადამიანს. მწიგნობარო და ფარისეველო ორგულნო, რამე თუ აშენებთ საფლავთა წინასწარმეტყველთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა და ამბობთ, რომ ჩვენ იმ დროს ყოფილიყავით, იმ დროს რომ გვეცხოვრა, ჩვენ მათ სისხლში წილი არ გვექნებოდა, ანუ ჩვენ სხვანაირები ვიქნებოდით, ანუ ილია მართალი მოკლეს, კირიონი მოკლეს, უამრავ ტყვის ყიდვა იყო საქართველოში, ანგრიეს ტაძრები დახოცეს სასულიერო პირები და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ არა, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ შუაში, იმიტომ რომ თუ გადავხედავთ ჩვენს ეროვნულ მდგომარეობას, არა თუ იმ მდგომარეობაში ვართ ისინი რო იყვნენ, არამედ უარეს მდგომარეობაშიც ვართ. ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ მზათა ვართ პატრიარქის მოკვლად, მზათა ვართ ჩვენი ეს ეროვნული მოღვაწეებიც მივაყოლოძეთ, ეკლესია კვლავ ესე იგი შეურაცხყოფას ვახერხებთ, ეკლესიები კვლავ დავანგრიოთ, სასულიერო პირები კვლავ დავხოცოთ, ჩვენ მზათა ვართ ამისათვის, ოღონ რაღაცა ღმერთის განგებულება გვიცავს და რომ აი ამ თლათ ამ წუმპეში კიდევ ერთხელ არ ჩავარდეთ და მზათა ვართ ვიყოთ ათეისტები კვლავ
ისე რომელმა ათეიზმას გაანადგურა საქართველო. აი ეს არის და კვლავ არ გვიყვარს ერთმანეთი, მოყოლებული მე-15 საუკუნიდან არ გვიყვარს ერთმანეთი, იმიტომ ვერაფრით ვერ მოვახერხეთ ცალ-ცალკე ტომებად დაშლილმა, გავერთიანებული ყავით კვლავ დიდ საქართველო და მიზეზი ვერ გაერთიანებისა იყო ერთმანეთის სიძულვილი, შური, მტრობა, გაუტანლობა, მხოლოდ ეს იყო. არაფერი სხვა, ერთი სისხლი და ერთი ჯიში ვიყავით, ერთი ენა ჰქონდა ლიტერატურული და ერთი ენა ღმერთთან სალაპარაკო და ერთი რწმენა და ერთი ეკლესია, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახერხეთ ერთიანობა, იმიტომ რომ არ გვიყვარდა ერთმანეთი. არ ჰქონდა ის, რაც უნდა ჰქონდეს, აი ერთსულოვნება, რაც ყოვლადწმინდა სამების შეიძლება ერთ-ერთ სახელათაც კი ჩავთვალოთ, ხო? სამი პიროვნება, ერთ არსება. მაგრამ აი ეს არ ჰქონდა და შესაბამისად ვართ ზუსტად ისინი დღესაც ისინი ვართ, რომლებმაც ასე იცხოვრეს და ღვთისგანგებით გადარჩა საქართველო და ჩვენ თუ გონს არ მოვალთ, ეხლა უკვე შემოგვადნება ხელში და აღარაფერი აღარ დარჩება და აი, როდესაც ამას საუბრობს, ბოლოს ძალიან მწარეთ ამთავრებს და მოგმართავს. გველნო ესე მოგმართავს ღმერთი, რომელიც არის სიყვარული. ნაშობნო იქედნეთან, როგორც განმარტავენ, გველის რაღაც საშნელი რაღაც სახეობა, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით რაღაცა ცუდი ხდება იქ. ვითარმე განერეთ სასჯელს ამას გენიისასა. ჯოჯოხეთისთვის ახართო განწირულები. ჩვენ კიდე მოგწონს საკუთარი თავი. აღფრთოვანებული ვართ და გულში მუშს ვიბრაგუნებთ და ჩვენ ესე იგი ვათაშორის საკუთარი დედის გინება რომ მოდაშია, საკუთარი დედის გინება სწორედ ის გველობაა, რომელიც იქედნეს ეს ტიპის ცხოველია თუ გველია, რომელიც რომ დაიბადოს საკუთარ დედას მუცელს გამოჭამსო და გამოვაო. შეუძლებელია ადამიანის პირიდან ეს ამოვიდეს თუ რაღაცა გულში რაღაცა სიბინძური არ არის და გამოვფხიზდეთ ძმებოდადებო. აუცილებლად უნდა გამოვფხიზდეთ. და აი მერე უფლისეს ტკივილიანი სიტყვები იერუსალემ და ერთ-ერთ მახარებელთან წერია რომ უფალი ამ დროს ტირის, რომელმან მოსწყვიდნენ წინასწარმეტყველნი და ქვაი დაკრებე მოვლინებულთა შენთა ზედა, რაოდენ გზის ვინებე შეკრება შვილთა შენთა, ვითარცა სახეთ შეიკრიბნის ფრინველმან მართვენი თვისი ქვეშე ფრთეთა თვისთა და თქვენ არაინებეთ. ეს ტკივილიანი უფლის სიტყვები არის მომართვა ჩვენთვის, ჩვენი ერისათვის, თითოეული ქართველისათვის, საქართველოში მყოფი ყოველი ადამიანისათვის, რომ ამ სიტყვებით, ჯერ მკაცრი სიტყვები, და რომ არ გვეგონოს, რომ ღმერთს არ უყვარვართ, უფალს არ უყვარვართ, მერე ტკივილიანი სიტყვებს მოაყოლებს. რომ სინამდვილეში ეს მკაცრი სიტყვებიც კი ტკივილია, როგორც ილიას რო განიკითხავდა, რა მწარედ გვესაუბრებაო და ხო ვერ ხვდებით, რომ ამ მწარე სიტყვებში რამდენი სიყვარულია. ხო ილია ბოლოს დარჩა მარტო, გესმით, ეს ბუმბერაზი კაცი, რომლის წყალობითაც ჩვენ დღეს ქართველები ვართ, იმიტომ რომ არ ყოფილიყო ის, მე არ ვიცი რა იქნებოდა ჩვენ ვინ ვიქნებოდი და რა ვიქნებოდი, რა თქმა უნდა ის მარტო არ იყო გარკვეულწილად მთელი ეს მე-19 საუკუნის დიდი ქართველობა, მაგრამ აი გამორჩეულია, რა მწვერვალია. ხო და ეს კაცი მარტო დარჩა. და მთელი ცხოვრება რომ საქართველოზე ზრუნავდა და მათ შორის გლეხებზე და გლეხების თავისუფლებაზე გლეხმა მოკლა, გესმით? ისე რომ ერთს მიხვდა რა გააკეთა. კი არ შევინანეთ. ცოტა ხანი გავიდა და პატრიარქი მოვკალით. მე კიდე უარესები ჩავიდინეთ. ხო და რისი თქმა მინდა მე რომ ეს ყველაფერი, ეს სიტყვები ჩვენ გვეხება და უფალი ჯერ გვაფრთხილებს რა საშიშ მდგომარეობაში ვიმყოფებით და მე სიყვარულს გვიჩვენებს. რომ ამ სიყვარულით ეგება ჩვენი გული მოალბოს და კი არ შეგვეშინდეს ამ საშნელი მხილების, არამედ იმედით აღვივსოთ და უფლისაკენ ნაბიჯი გადავდგათ, რომ გადავრჩეთ პიროვნულ დონეზეც და ეროვნულ და სახელმწიფოებრივ დონეზეც.